სროლა ბათუმში 31 წლის კაცი ქუჩაში ჩაცხრილეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილი ორ პირთან ერთად ქალაქის ცენტრალურ უბანში ფიროსმანის ქუჩაზე იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით სავარაუდოდ დამნაშავე ადგილზე მოპედით მივიდა, დაახლოებით 10 ჯერ გაისროლა და მიიმალა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა, დაშავებულს ოპერაცია უტარდება, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი გამოცემა ინფო იმერეთის ცნობით ავარიის შედეგად დაზიანდა 2 მსუბუქი ავტომობილი და 1 სამგზავრო მიკროავტობუსი. ქართული ოცნების რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობა დაამყარა, ევროკავშირი ვეღარ დარჩება. ჩუმად ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ეხმაურება. დროა ძლიერი და გადამწყვეტი რეაგირების დაწერა კშიშტოფ ბრეიზამ. სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს პაპუაშვილისა და ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. ამერიკა უკრაინული საზღვაო დრონების წარმოებას იწყებს. მემორანდუმს მხარებმა გასულ კვირას ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. უპილოტო კატერები, რომლებმაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მძიმე დაზიანება მიაყენეს, ორეგონსა და სამხრეთ კაროლინაში დამზადდება. წლიურმა წარმოებამ გეგმის მიხედვით 100-ობით, მოგვიანებით კი შესაძლოა 1000-ობით ერთეულს მიაღწიოს.